სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან ღმერთს მართლა დღეს ეკლესია ჩვენი განადიდებს მამებს, რომელიც დიდად დაშვენ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება შენახულიყო ხალხში. სოფლიო კრებები დაჰჭირდა იმას, რომ მაცხოვრის სწავლება, სახარებისეული სწავლება არ დარღვეულიყო. აი როგორც ეხლა მრავალი სექტა დამახინჯებით განმარტავენ ღვთის სიტყვას, პირველ 1000 წლეულში ქრისტეს აქეთ ჩატარდა 7 მსოფლიო კრება, რომ მაშინაც იმ დროშიც ბევრი ერესებიც მასწავლებლები აღდგნენ და ამახინჯებდნენ ჭეშმარიტ სწავლებას. და ამიტომ კრებები დასჭირდა ამას. დღეს რატო ვიხსენებთ 6 და არა 7? როცა დადგინდა აი ეს განდიდება მამებისა, მაშინ ჯერ მე-7 მსოფლიო კრება არ იყო ჩატარებული. მე-7 მსოფლიო კრების აღიარება სრულად მოხდა უკვე მოგვიანებით 880 წელს. და დღეს ეკლესია ვიმეორებ, რომ აი ამ მამებს განადიდებს, მათ მადლობს. თუ არა ისინი და მსოფლიო კრების ავტორიტეტულობა და ის მადლი, რომლითაც ისინი მეტყველებდნენ და გამოთქვავდნენ ჭეშმარიტებას, დღეს არ ვიცი რა იქნებოდა. ეკლესია ეყრდნობა წმინდა წერილს, წმინდა გარდამოცემას და 7 მსოფლიო კრებას. პირველი 2 კრება მიეძღვნა სამების დოგმატის ჩამოყალიბებას და მეორედან მე-6 კრების ჩათვლით კი ესე იგი ხდებოდა იესო ქრისტეს როგორც ერთი პიროვნების და 2 ბუნების მქონეს დოგმატების ჩამოყალიბებას. აი ახლა რაც ერესები არსებობს, ცდომილებები არსებობს სამყაროში, ეს პირველ 1000 წლეულში ჩატარებულ კრებებზე შეჩვენებული იქნა, დაგმობილი იქნა, განმარტებული იქნა. ჭეშმარიტება ღვთის სიტყვა და ღვთის სიტყვით ისაზრდო ეს ამ მამებმა და აი ამის მიხედვით და სულიწმინდის მადლით მათ გვასწავლეს წმინდა სამების შესახებ და იესო ქრისტეს შესახებ, როგორც ღმერთისა და როგორც კაცის შესახებ სწორი და ნამდვილი სწავლება. და ჩვენ აი პირველი საუკუნეებიდან უფალს ვეკუთვნით, უფალი გავიგეთ. სახელმწიფოებრივი რელიგიათ უკვე 1700 წელი აი წელს შესრულდა 1700 წელი, რაც ჩვენი სახელმწიფო არის ქრისტიანული. პირველ საუკუნეებში წმინდა მოციქულები მოვიდნენ, ანდრია მოციქულთან მოყოლებული სვიმონი, მატათა და სხვანი. ეს გვაზიარეს და 1700 წელი ქრისტეს ვეკუთვნით და ჭეშმარიტებას და მე-18, მე-19, მე-20 საუკუნეში შექმნილი სექტები დღეს მოდიან და გეუბნებიან, რომ მართლმადიდებლობა არ არისო, სწორიო, შეცდომილიო, სახარებას არასწორად კითხულობდო. 20 საუკუნეა ქრისტე გაიგო ჩვენმა ხალხმა. მე-5 საუკუნეში წმინდა შუშანიკის ცხოვრებაში წერია, რომ მან თან წარიტანაო წმინდანი წიგნი, წმინდა თანი და წმინდა ევანგელიო. სახარება ჩვენ როდიდან მქონდა? აბა ღვთის სიტყვა სად იკითხებოდა? ეკლესიებში იკითხებოდა. გუშინ გამოჩეკილი ერესები, სექტები დღეს ამბობენ, რომ ესა არასწორიაო ეკლესია. წარმოგიდგენიათ რა სიბნელეა. 20 საუკუნეა უფალსა ვარ დამოწეფებული. 1700 წერია ვიმეორებ კიდე და 1000 ჯერ გავიმეორებ, რომ სახელმწიფო ჩვენი ქრისტიანულია. ქრისტიანი მეფეები მართავდნენ ამ ქვეყანას. ამ ეკლესიაში იქადაგებოდა ღვთის სიტყვა. ჩვენი ხალხი ქრისტეს დაემოწაფა და ქრისტეს ეკუთვნის და დღეს უგუნურება ჩვენი ერისა, რომ ჩვენი ხალხი ერის ზოგიერთი ნაწილისა, რომ ჩვენი ხალხი თავის დედა ეკლესიას განშორდა და სექტებში აღირია. ჩარლს რასელისა და ვიღაც მახინჯი გონების
ხალხის მიერ შექმნილი და ეშმაკთან დამეგობრებული ხალხის მიერ შექმნილი სექტების ერთი ქრისტემ დაარსა ეს ეკლესია და ვთქვათ სექტანტების აი იეჰოვას მოწოდები ყველაზე რეაქციული სექტა ვინც არის ის ჩარსრასელმა დაარსა ჩვენ ქრისტეს მიყვები და ისინი ჩარსრასელს მიყვებიან საღვთისმეტყველო განათლება რო არ აქონდეს ადამიანს როგორ შეიძლება არ იფიქროს როგორ შეიძლება სექტაში გავერთიანდეს რომელიც აი რაღაცა გუშინ წინ შეიქმნა და ეს ეკლესია კიდევ ქრისტემ დააფუძნა მოციქულებმა დააფუძნეს სექტები არ არსებობდა რომ ეს ეკლესია სახარებას ხადაგებდა ხალხს ღმერთს უხადაგებდა და ჩვენერს უფლის გზაზე ატარებდა დღეს როგორი სიბნელია როგორი გაუგებრობა არ ვიცი როცა გაგონილის მაინც უნდა კონდეს რომ სოფლიო იცით რამ ხელა სიტყვა სოფლიო კრებები ჩატარდა იმისთვის რომ აი დღეს რასაც ეს სექტები ლაპარაკობენ ამაზე ემსჯელა და აი ამის ერეს არქები ვინც იყვნენ ანუ ვინც ამას ხადაგებდა ემხილებინათ ესწავლებინათ და რო არ გაიგებდნენ შეაჩვენებდნენ ანათემას გადასცემდა დაგმობდნენ და დღეს იგივე სიმეორებენ ეს სექტანტები სახელი შეიცვალეს და ეს ძველი ერესებია შეჩვენებული და დაგმობილი და შეგვეწივნენ ეს მინდა მამები ღვთის მადლით შემოსილი მამები რომ ჩვენი ერი გაგონიერდეს და სექტებში კი არ გაერთიანდეს იმ ეკლესიას ვერდგულონ რომელმა ეკლესიამაც საუკუნეების მანძილზე შეინახეს უფლის სიყვარული უფლის სწავლება უცვლელად სხვა ქვეყნებში ადგილობრივ ეკლესიებში იერარქებიც კი მეფეებიც კი ვარდებოდნენ ერესებში ჩვენი ეკლესია ჩვენი სამეფო სახლი და ჩვენი ხალხი არასოდეს არ წასულა არც მარცხნივ და არც მარჯვნივ სულ იმ სწავლებას მისდევდნენ რაც ასწავლა მათ მაცხოვარმა მოციქულებმა და წმინდა მამებმა ეს მამები შეგვეწივნენ რომ ჩვენი წინაპრების გავსად დავიცვათ ის სწავლება რომელიც მათ დაადგინეს სულიწმინდის მადლით აი ამ სოფლიო კრებაზე ისინი იყვნენ დღეს მეოხნი რომ ჩვენ ჭეშმარიტებაში ვიყოთ სულის სვენებას სჭირდება ჭეშმარიტი გაგება უფლის სიტყვისა ცხოვრების წესი და სწავლება ცხოვრების წესით უნდა იყოს ქრისტიანი და სწორად უნდა იცნობდეს სწავლებას რა არისო ცათასასუფეველიო დღეს მოძღვარმა მოიკითხა სახარებიდან ის რომ გიცოდიან შენ მამას ეუბნება უფალი ის ვინც მოავლინე იესო ქრისტე თუ ღმერთი არ იცის და ჭეშმარიტი სწავლება არ იცის და სწორედ არ აცავს ეს არ ყოფილა სასუფეველი ცათა ცხონება გადარჩენა ვერ მოიპოვება უფალი ამბობს მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე არსებობს ერთი გზა ერთი ჭეშმარიტება და ერთი სიცოცხლე მოციქულები არ უშვებდნენ პატარა ცვლილებასაც პატარა სწავლების დარღვევასაც არ უშვებდნენ ის როგორც უფალმა ასწავლა ისე იცავდნენ და ჩვენც ესე უნდა დავიცოთ რომ არ მოვაკლდეთ ღვთის მადლს ეგრე სიჭრელია რელიგიათა მაგრამ მადლი არ არის მაცხოვნებელი და გადამრჩენელი ამ ეკლესიაშია მადლი იმიტომ რომ ეს ეკლესია ქრისტემ დაარსა მოციქულებმა გააგრძელეს ეს ამას მივყვებით ჩვენ და ამას უფრთხილდები და ვიდრე მეორედ მოსვლამდე ჩვენი ხალხი ამას გაუფრთხილდება გაბრიელ მთავარ ანგელოს იხსენებს ეკლესია ჩვენი სიხარულის ანგელოს იხსენებს სიხარულთან არის დაკავშირებული მისი სახელი ჩვენი ხსნისა და მხსნელის შესახებ მან გვასწავლა მან გვახარა ღვთისმშობელს მან უთხრა მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა რომ ის გახდებოდა მხსნელის დედა იესო ქრისტეს დედა გადამრჩენელის დედა ეჯშერეულ იოსებს მან ასწავლა რომ ღვთისმშობლის მიდგომილობა სულიწმინდისაგან იყო მან უთხრა იოაკიმეს და მერე ანას ღვთისმშობელი დაიბადებოდა იქამდე სანამ
ღვთისმშობელს ახარებდა, ჯერ მისი შობა უნდა მომხდარიყო. მართალ ზაქარიას, მართალ ელისაბედსაც მან მიანიჭა ეს სიხარული საღვთო. საოცარი სიხარულის მომნიჭებელია, როგორ გამოლეულია ჩვენში სიხარული. მიწიერ სიხარულს ვინღა დაეძებს, ესეც მოაკლდა ჩვენ ხალხს სამწუხაროდ. ბევრი გაჭირვება და მწუხარება და ტკივილი გამოიარა ჩვენმა ხალხმა. ბევრი უბედურება და განსაცდელი. აი უაზროდ 17 წლის ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. აი ეს ბრმატყვის გასროლი. რამდენ ცუდს ვიგებთ, რამდენ უბედურებას ვიგებთ. როგორ გვაკლია ჩვენ სიხარული, საღვთო და სიხარული მიწიერი. ადამიანი მიწაზეც არის და მიწიერი სიხარულის წერია. ორთავ სოფელში გიხაროდენ და თავარ ანგელოზმა გაბრიელმა მოგვიტანო სიხარული საღვთო. ჩვენ ერთს მოაენჭოს სიხარული. ჩვენი სიხარული ჩვენი ნუგეში უფალია იესო ქრისტეა. ყველა სიხარული წარმავალია გაგიხარდება და მერე ის განქარდება. აი რაღაცა ტკბილს რო გემრიელს მიიღებს ადამიანი, ეს სიამოვნე და მერე გაუქრება ის. ეს სიხარული წესია. გაგახარებს, მაგრამ ის გახუნდება. მერთან ყოფნის სიხარულია ყველაზე დიდი ბედნიერება. ცათა სამსუფეველს იცით როგორ ამბობენ, ასე ადარებენ რომ ადამიანის გონებამ გაიგოს, ცოტათი მაინც, თორე რა გაიგებს იმას, რასაც 1000 გონება ვერ გაიგებს და 1000 ენა ვერ იტყვის. ისეთი დიდია ზეციური სიხარული. აი რომ გაგიხარდება ძალიან რაღაცა და მარადის ეს სიხარული შენთან დარჩესო და არ განკარდეს. აი ეს არის სასუფეველი. დიდი სიხარული უფალთან სიახლოვეს. უფალთან თუ ადამიანმა განიცადა მყოფობა, უნდა რომ სამყარო გაჩერდეს. დედამიწა გაჩერდეს, ეს წამი გაიყინოს. ვინც ეს გაიგო, მეფეთა გვირგვინები გადადეს, ქონება ცხოვრება განყიდეს, შიერსა და უბოლს დაურიგეს და ყეებში, მთებში, ღრეებში, უდაბნოებში გავიდნენ და უფალს დაემოწაფენ. აი ამ საღვთო სიხარულს ეძებს. თითოეული ჩვენთაგანი ამას დავეძებ. ღმერთთან შეხვედრას, ღმერთთან ყოფობის სურვილი აქვს ადამიანს. და გაბრიელ მთავარანგელოზე ვამბობდით. წინასწარმეტყველს მოსეს, რომელმაც დაწერა 5 წიგნი, ჯერ ერთ წიგნად იყო და მერე 5-ად დაიყო, ეს იყო დაბადების წიგნი, პირველი ბიბლიის წიგნი, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე ჯულისა. მამები წერენ რომ მან გაუცხადაო, ის ეხმარებოდაო ამის დაწერაში, წინასწარმეტყველს მოსეს. დანიელ წინასწარმეტყველს მან აუწყა, როგორ მოხდებოდა სამეფოების სვალებადობა. მან აუწყა, როგორ განთავისუფლდებოდა ბაბილონის ტყვეობიდან ერი იუდეველთა, რომელიც ჩეულერად ითვლებოდა. მან აუწყა დანიელ წინასწარმეტყველს, რომელმაც წინასწარმეტყველო მაცხოვარი როდის დაიბადებოდა ზედმიწევნით. საოცარი იყო. მაცხოვარი რომ გეთსემანიაში იყო და იტანჯებოდა ჯვარცმის წინ, ის განაძლიერებდა მთავარანგელოზიო, ასე წერია. აღდგომა დედებს გაბრიელ მთავარანგელოზმა გვასწავლა. ქრისტე აღსდგა რო არის ეს სიტყვა, ეს ორი დიდებული სიტყვა, ყველაზე ძვირფას დასაფასებელი. გაბრიელ მთავარანგელოზმა ასწავლა დედებს და დედებმა მერე მთელ სამყაროს. გაბრიელ მთავარანგელოზმა ზეთისწყლის ტო 64-ის ბაღიდან გადასცა ღვთისმშობელს ზეთისწყლის თაზე და მან ახარა რომ მარადისობაში უნდა გადასულიყო და მარადიულად დამკვიდრებულიყო თავის ძის სიახლოვეს, რომ ის ქერუბიმებს და სერაფიმებზე უნდა ამაღლებულიყო. აი ამ ანგელოზის ხსენება და შეგვეციოს რომ ჩვენს გავიგოთ რა არის საღვთო სიხარული, ზეციური სიხარული, ზეციური საფასეების დაფასება და გაფრთხილება გვასწავლოს მთავარანგელოზმა გაბრიელმა. ამენ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ თქვენა და საქართველო. არ შეიძლება რომ ორი სიტყვა არა ვთქვა სახარებაზე უფალმა, რომელსაც უდაბნოში გაყვა ხალხი და საღამომდე უსმენდა 5 პურით
და 2 თევზი 5000 ადამიანი დააპურაო თვინიერ დედებისა და ყრმებისაო. ისრაელში ვინც ყოფილა, ფაქტიურად უდაბნოზე გაშენებული ქვეყანაა. საშინელი სიცხეა. და ხალხმა უფლის ხმა რომ მოისმინა. უფლის შესახებ რომ გაიგეს. ქალი იყო, კაცი იყო თუ ბავშვი იყო, მოკიდეს თავის შვილებს ხელი. არც საჭმელზე იზრუნეს, არც სასმელზე იზრუნეს. არაფერზე არ იზრუნეს. უფალს გამოედევნეს. დღეს ადამიანი იძახის რომ აი მინდა ეკლესიაში მივიარო, მინდა ვილოცო, მინდა სიკეთე გავაკეთო, მაგრამ დრო არა აქვს ადამიანს. სხვადასხვა მიზნები აქვს და სხვადასხვა საქმეები აქვს და ამ ხალხმა დაყარა ყველაფერი. ყველაფერი მიატოვა, როდესაც უფლის ხმა გაიგონეს, უფლის შესახებ გაიგონეს. აი დღეს რამდენი მოვედით ტაძარში და რამდენი დღეს სუფრასთან ზის, ფეხმორთმული წევს, ზოგი სად არის, ზოგი სად არის და რა ცოტა არის უფალთან. აი უდაბნოში წასულ ხალხს გავს დღეს მრევლი, რომელიც ეკლესიაში დგას, რომელსაც დაყარა ყველაფერი და უფალს აედევნა. უფლის სიტყვის მოსასმენად გამოვიდა და წამოვიდა ეკლესიაში, ზოგი საიდან მოვიდა ქალაქის ბოლოდან, ზოგი აქვე ცხოვრობს. აი ამას გავს ეს ხალხი. თითოეული თქვენთაგანი მრევლი. ასეთი უნდა იყოს თელიერი, რომ დააგდე ყველაფერი და როგორ მოვისმენოთ, ის უფალს უსმენდნენ. აქ ეპისკოპოსი და მღვდელი ამბიონიდან იმას გადასცემს, რაც უფალმა თქვა, რაც ღვთის სიტყვა, რაც ჩაწერილია სახარებიდან, სხვა რამეს კი არ ამბობს. იგივე უფალი ქადაგებ, ჩვენ ქადაგებთ, იგივე უფლის სიტყვები და მისი სწავლება. და მოღამდა, მოსაღამობდა, სულიერად დააპურა უფალმა. ადგება თუ არა ადამიანი ჭამას იწყებს. ლოცვით უნდა დაიწყოს, ღვთის სიტყვის საკითხვით უნდა დაიწყოს ადამიანმა ცხოვრება. ჯერ სწავლება მისცა უფალმა და მერე მოიკითხა, რომ რამე აჭამეთ ამ ხალხს. უდაბური ადგილი იყო, ანუ დასახლება არ იყო. დაბა ხო დასახლება, უდაბნო არის, როცა დაბა არ არის, დასახლება არ არის, გარდა ქვიშას რო ვიტყვი და მარტო ეგ არ არის უდაბნო. და მოიკითხა მათისაზე, ესე იგი, ჯერ სულიერი უნდა მიიღოს და მერე მიწიერი უნდა მიიღოს ადამიანმა. და უთხრესო, მხოლოდო 2 თევზიაო და 5 პურიაო უფალო. ერთ ბავშვს აღმოაჩნდა მარტო ეს, სხვას არ აღმოაჩნდა ეს. და მოაწანინა უფალმა და წერია, რომ ილოცა უფალმა, აკურთხა და განტეხა. და ვინ არის, აი დღეს ვეტყვი ხოლმე ჩვენთან ერთად ტრაპეზზე რო ხედან. ვეტყვი ხოლმე, აბა შენ თქვი საზრდელის მიღების წინ ლოცვა და ბევრმა არის ის. აბა სამადლობელი თქვი, ვერც იმას ვერ ამბობ. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ მადლობელები არა ვართ უფლისა, მადიდებლები არა ვართ უფლისა. უფალმა სანამ ხალხს გაუყო, ჯერ ილოცა. რომელიც უფრაც ნაკურთხია, იქ ბარაკა და ღვთისწყალობა რო გაყვეს მაცხოვრის ხელში, მოციქულთა ხელში და ვინც ჭამდა მათ ხელშიც გამრავლდებოდაო. აი როგორი საოცარია ეს. ბარაკა და წყალობა იმ ოჯახშია, სადაც ლოცვა, სადაც მარხვა, სადაც სიწმინდეა, სიკეთეა, სიმართლეა. ლოცვით დაიწყო უფალმა მათი დაპყრობა და ეს 5 პურიო მომებინი ამბობენ, რომ არის მოსეს წინასწარმეტყველის ჯულის წიგნები, ეს 5 წიგნი მე რო ჩამოგითვალე და ისინი ვერ აპურებდნენ ხალხს, როგორც ეს 5 პური ვერ ეყოფოდა ხალხს, რომ უფალს არ ეკურთხებინა. ასევე მოსეს 5 წიგნეული ვერ აპურებდა ხალხს და უფალმა ახალი ძალა შთაბერა. უფრო აღამაღლა ეს სწავლება, რაც იქ იყო და ახალი აღთქმის სწავლება მოგცა უფალმა ღმერთმა. და ამით პურდება ადამიანი. იმდენად რომ 12 გოდოლი დარჩაო. ესე იგი მისი სწავლება, მისი მადლი გამოულებელია. მოსე მაინც წინასწარმეტყველი ადამიანი იყო და მაცხოვრის სწავლება უფრო მაღალია, მისი სწავლება უფრო დიდია. 12 გოდოლი 12 მოციქულის სიმბოლოა. ეს არ იყო მოჩვენებითი სასწაული,
ნამდვილად განტეხა მოხდა პურისა დაგენ არჩენებმა, ნამტრევებმაც დაასტურა ეს. და კი არ გადაყარეს. ავს ეს გოდრებიო, რას ნიშნავს ეს? რაც ღვთისაა, რაც საღვთოა, იმას ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება. რაც წმინდა, იმას ძალიან უნდა მოუფრთხილდეს ადამიანი. ღვთისას უნდა მოუფრთხილდეს. აი დღეს რო ბიბლია სხვადასხვა სექტები მახინჯურად ასწავლიან, ეს ღვთისას შეურაცხყოფაა. არასწორად არ შეიძლება შეეხო. დღეს ყველას ესე იგი ვისაც სინდისი არ აქვს, ლაპარაკობს ხან ეკლესია შეურაცხყოფს, ხან მის მსახურებს. ღვთისას ესე ადვილად ნუ შეეხები. რაღაცა წმინდას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი, თორე ისევ თვითონ დაზიანდება. გაფრთხილება ასწავლა, რაც ღვთისა იყო. ორი თევზიო მამები ამბობენ. სიყვარულისა და მადლის ნიშანი. ადამიანს სჭირდება სიყვარული და მადლი რითი მოდის? საქმეში აღსრულებული სიყვარული, საქმეთ ქცეული სიყვარული. რწმენითა და საქმით გადარჩება და ქრისტეს ორ ბუნებას მოასწავლეს, ღვთაებრივსა და კაცობრივს მოასწავლეს. სიყვარულს ორი მხარი აქვს ასევე. ღმერთის სიყვარული და ადამიანის სიყვარული. აი ამის სიმბოლო. და საერთოდ თევზი ქრისტიანის სიმბოლო, ძველ ბერძნულად იხთის ქვია და განიმარტება ასე იესოს ქრისტოს თეოს იოსოტირ, იესო ქრისტე ძე ღვთისამხსნელი. თევზი იყო ქრისტიანული სიმბოლო, მისი თავი ალფა სიმბოლოა და მისი ბოლო ომეგასი, ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული, როგორც ჩვენში ანი და ჰოე. ძალიან დიდი სიმბოლური მხარეა. ძალიან ბევრი თქვა შეიძლება და რო არ შეგაწყინოთ, აი ბოლოს ეს მინდა ვთქვა. აღმოჩნდა მხოლოდ 2 თევზი და 5 პური. ანუ რას ნიშნავს? და მოართეს უფალს და უფლის ხელში გამრავდა და დიდ ნუგეშად იქცა ხალხისთვის. უფალი ამბობს, იყავით სრულით არცა მამაი თქვენი არ სრულო. ესე იგი იმ წუთში ხო არა გაქვს სისრული, ანუ სისრულისკენ უნდა იყურებოდე. მაგრამ მცირე ლოცვა გაქვს, მცირე ძალისწყება გაქვს, მცირე მარხვა გაქვს, მცირე მოწყალე გაქვს, რაღაცა გაქვს, მცირე რაღაცას აკეთებ. ვერ იქნები იდეალური. აი რაცა გაქვს. არა თქვა თუ არის ლოცვაზე, მარხვაზე, იმ საქმეებზე, რასაც ვცდილობთ, იმ სიკეთეებზე. ის აი ამ ქრთილის 5 პურს გავს. ხორბლისაც არ იყო ეს პური. ქერის პური იყო ამბობენ. ანუ რაღაცა მდარე პური იყო ადამიანი გავს, ხორბლის პური უფრო მაღალი ხარისხისა. მაგრამ რაც იყო ის მიართვეს და ის უფალმა არ დაიწუნა და განამრავა. რაც გაქვთ, ის შეწირეთ უფალს. უფალი მას განამრავლებს, აკურთხებს, უფრო მეტის უნარს მოგცემ. არ შეწყვიტოთ არც ლოცვა, არც მარხვა, არც ღვთის სიტყვის კითხვა, არც ღვთის სიტყვის მიხედვით ცხოვრება. რაც გამოგდით და არ გამოგდით, ცდელობა არ შეწყვიტოთ. და როგორც ეს 5 პური აკურთხა, ეს მცირე უფალიც აკურთხებს თქვენს საქმეებს. 5 გრძნობის სიმბოლოცა, 5 გრძნობით ადამიანი უნდა იღებდეს სულიერ სიკეთეებს, მისი ხედვა, მისი სმენა, მისი საქმეები, მისი სასმენელი საღვთოს უნდა იღებდეს და ასე შემდეგ. ღმერთმა დალოცოს გადარჩენა ჩვენი, ეს სჭირდება ადამიანს. ამ წუთის სოფელში არ უნდა შეცდეს ადამიანი. ესა ცხოვრება აღარ გამეორდება. ჩვენ არა ვართ ახლა ინდუისტები, რომ ცრუ სწავლება გქონდეს სულთა გადასახლებისა და მეორედ მოვიდეთ. ერთხელ იბადება ადამიანი, ერთხელ ყდება და ადამიანის მომავალი რა არის? აი რომ გითხო, რა არის ჩვენი მომავალი? ჩვენი მომავალი არის შეხვედრა სიკვდილთან და სიკვდილის მერე ან სასუფეველში გააგრძელებ ცხოვრებას, ან ჯოჯოხებში. ეს არის ადამიანის მომავალი. ეს პატარ-პატარა მომავლები აქვს, მაგრამ დიდი მომავალი ეს არის. ადამიანი დაიძინებს ხორცი, მიწაა და მიწად იქცევა, როგორც ადამიანს უთხრა, მისი სული, როგორც ეკლესიასტი ამბობს, დაუბრუნდება ღმერთს, საიდანაც გამოვიდა და ან სასუფეველში იქნება, ან ჯოჯოხეთში. ერთისა და მეორეს შესახებაც უფალი ამბობს. გადაიყრებიანო გარეს ყნელშიო, სადაც ირილა და გვერდახჭენა და მატლი დაულევნელი. ამას უფალია. და ასევე სასუფეველის შესახებ სწავლება. და ვინც ჭეშმარიტ სწავლებაში არ იქნება და სექტანტი იქნება და სექტაში იქნება, ის ჭეშმარიტებას ვერ ეზიარება.
ერთი გზა არის, ერთი სიცოცხლეა, ერთი ჭეშმარიტება. ეს უფალმა თქვა, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლეო. ამ ერთწუთი სოფელში ერთ ხელმოსული ადამიანი უნდა იყოს ჭეშმარიტებაში. ამ გზაზე დადიოდა ჩვენი ხალხი და არ წასულა არსად. და დღეს მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ეს დასაწყისში საწყალი დაბნეული ხალხი მიდის, ესე იგი, აი ამ ადამიანთა მიერ, ადამიანის სრუბრძნობის მიერ დაარსებულ სექტებში. ჩვენ ვიყოთ უფლის ნავში, რომელიც ამ წუთის სოფლის ზღვაში მიცურავს და უფლამდე მივა. ამინ. მერთმა დალოცო საქართველო, საქრისტიანო, თითოეული თქვენთაგანი. მომავალ კვირას ილიაობა, ელია თესბიტეს განადიდებს და ილია ჭავჭავაძეს მართავს და ჩვენი გარდაცვლილი პატრიარქის ანგელოზის დღეა. პირველი მისი ანგელოზის დღეა ამდენი 9 საუკუნის შემდეგ. პირველად ხდებით მის გარეშე, მაგრამ უწმინდესი თავისი ლოცვებით ჩვენთან იქნება, თავისი მამამთავრული მადლითა და კურთხევით და ახალ პატრიარქსაც შეეწევა, დემთავრებსაც, მღვდლებსაც, თითოეულ თქვენთაგანსაც. ჩვენი პატრიარქი 50 წელი, რამის 50 წელი პატრიარქის ხარისხში ლოცულობდა და ზეციდან მადლი გადმოჰქონდა ჩვენი ერისთვის და ქრისტესთან მიდიოდა და მან დაუთმო ტახტი და აკურთხა ახალი პატრიარქი უწმინდეს ლეონტარევსი შიო მესამე და მას შეეწიოს ელია თესბიტელის, ილია მართალის, ყველა წმინდანის და ჩვენი პატრიარქის წმინდა ლოცვებით. ესე იგი, დიდი ზეიმი გვექნება კვირაზე. მერთმა გაგახარო, წყალობა გაგატანო, თავარ ანგელოზის მეოხება შეგეციო და ზეციური სიხარული თქვენს მოგეცეთ და იღიარეთ. ამინ. Umjo
მადლობეს ისა ჩვენსა გვიოხდნენ დიდსა მას წყალობასა უხორცოცა დელსა რის